Can you see by the dawn's early light? მაშასე ამერიკის პრეზიდენტები ჩვენ გადავწყვეტეთ რომ ესეთი პატარა ვიდეო ჩანახატები მივუძრათ ამერიკის ყველა პრეზიდენტს დაწყებული პირველიდან ჯორჯ ვაშინგტონიდან დამთავრებული დღევანდელით ჯოზეფ ბაიდენით. თანაც ძალიან უცნაურია ამერიკის პრეზიდენტებს რო შეხედავთ რაღაცა მაგიური მომენტია თითქოს ყველა პრეზიდენტში იკითხება ყველა წინა თითქოს ყველა ამერიკის პრეზიდენტი რამდენადაც განსხვავებული ხედვა და პოლიტიკური მიმართულება უნდა ჰქონდეს ცოტა ჯორჯ ვაშინგტონია მათში. აი ეს ტრადიცია ძალიან შენახულია და ძალიან მოქმედებს. თანაც ამერიკა ჩემი აზრით ყველაზე წარმატებული ქვეყანაა დღეს. წარმატებული ეკონომიკით, წარმატებული სიძლიერით, წარმატებული ადამიანის შესაძლებლობების თვალსაზრისით, პერსპექტივის თვალსაზრისით, ადამიანის უფლებებით, ბევრი ნაკლის, ბევრი საკრიტიკოს მიუხედავად, ალბათ ერთ-ერთი პირველია მაინც დედამიწის ზურგზე და საინტერესო იქნება თვალი მივადევნოთ როგორ მოვიდა ეს დღემდე მის განვითარებას და თუ არა პირველი პირების ისტორიის გადახედვა მოგეხმარება მაშინ და რომ დავინახოთ თვითონ ამერიკის პროგრესი. ძალიან საინტერესო და ჭკვიანი სასწავლებელი უნდა იყოს წესით. გასაკვირველი არა გვაქვს იმისი პრეტენზია, რომ ამ მოკლე ვიდეოში შევძლებთ ძალიან სერიოზულ ისტორიულ წიაღისეულს და ბიოგრაფიების დახატვას, მაგრამ იმას მაინც მოვახერხებთ, რომ ყურადღება მივაქციოთ აი ამ საკითხებზე, აი ამ პიროვნებებზე და ვისაც დაგაინტერესებთ, ვისაც გაგიღვივდებათ ეს სურვილი, უამრავი მასალა არსებობს. ინტერნეტში უამრავი წიგნები, გამოცემები და ხელმისაწვდომია ყველაფერი და ძალიან საინტერესოა თუ ამას შევღომავდებით. ჯორჯ ვაშინგტონი 1656 წელს ჯონ ვაშინგტონი, ჯორჯ ვაშინგტონის დიდი ბაბუა. ინგლისიდან წავიდა ემიგრაციაში ამერიკაში. ვაშინგტონების ოჯახი პლანტატორები იყვნენ, საკმაოდ ძლიერი და მდიდარი პლანტატორები. და ასე მივიდნენ ესენი ჯორჯ ვაშინგტონის დაბადებამდე. 22 თებერვალს 1732 წელს დაიბადა ჯორჯ ვაშინგტონი, მამამისი მოსამართლე იყო და ბევრი შვილები ყავდა წინა ქორწინებიდან და იმ ქორწინებიდან რომელიც თვითონ ჯორჯ ვაშინგტონი დაიბადა. ძალიან საინტერესოა თვითონ ვაშინგტონის ცხოვრება იქამდე სანამ პრეზიდენტი გახდებოდა. პრაქტიკულად რამდენიმე ადამიანის ბიოგრაფიას ეყოფა ის ცხოვრება, რომელიც მან გაიარა. აი რომ დავახასიათოთ, ვინ არის ჯორჯ ვაშინგტონი? კარგი ორგანიზატორი, კარგი მემამულე, ბიზნესიც ასე თუ ისე ესმოდა, მაგრამ რასაკვირველია ძირითადად მეომარი. იმიტომ რომ მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში პრაქტიკულად პერიოდი არ იყო, რომ არ ეომა. გენერალი ვაშინგტონი, ეს არის ცნობილი. თანაც უცნაურად აეწყო მისი ბედი თავიდან ინგლისის მეფის ჯარში მსახურობდა, იქ ისწავლა, იქ დახელოვნდა სამხედრო ხელოვნებაში, ებრძოდა ფრანგებს. შემდეგ პირიქით შემოტრიალდა ბედი ისე, რომ ფრანგები იყვნენ მისი მოკავშირეები და ებრძოდნენ ინგლისელებს. აი ესე გაიარა მის საცხოვრებამ, სანამ არ შედგა საკონტინენტო არმია. საკონტინენტო არმია შეადგინა აიმ ხალხმა, ვინც პრაქტიკულად აუჯანყდა ინგლისს და გენერალად დანიშნა ჯორჯ ვაშინგტონი. მთელი ტომებია დაწერილი ჯორჯ ვაშინგტონის ომებზე, მდინარეების გადალახვაზე, ალყაში მოხვედრაზე, ბოსტონის ბრძოლაზე და ასე შემდეგ. ეს ცალკე თემაა და ცალკე მთელი ისტორიაა, ამას რომ მივყვეთ. და 1793 წელს, როდესაც ინგლისის საფრანგეთის ზავი შედგა, ჯორჯ ვაშინგტონი გადადგა გენერლობიდან, დაბრუნდა თავის მაუნთ ვერნონში, თავის მამულში, თანაც დაწერა კიდეც, რომ უარს ვამბობ, გადავდექი ფაქტიურად თუ გადავდექი შინაგანათაც, გადავდექი ფორმალურადაც და საჯარო სამსახურში აღარ ვიქნებიო. ბედის ირონია, კაცი ჟიდა და ღმერთი იცინოდა. მაგრამ მივყვეთ ისევ ისტორიას,
აი ამ გადადგომის შემდეგ ვილიამ და მერის კოლეჯმა სთხოვეს მას ყოფილიყო მისი კანცლერი, Chancellor of College William and Mary. ცოტა უნდა გითხრათ, რა არის ვილიამ და მერის კოლეჯი? ის დაარსდა 1693 წელს, წარმოიდგინეთ, როდის არის დაარსებული 1693 წელს. და კოლეჯებს ყავთ რექტორი და კოლეჯებს ყავთ კანცლერიც. და აი ამ კანცლერის საპატიო წოდებაზე სთხოვეს ჯორჯ ვაშინგტონს დათანხმება და დათანხმდა კიდეც, იმიტომ რომ თანაც ეგონა რო გადამდგარი იყო და რაღაც საზოგადოებრივ, ასე ვთქვათ, საქმიანობაში გამოადგებოდა ვიღაცას. მაგრამ ეს იყო სწორედ ერთი წლით ადრე, სანამ შედგა საკონსტიტუციო კონვენცია, საკონსტიტუციო შეკრება, რაც ცხადია ვაშინგტონის გარეშე ვერ ჩამართებოდა და საკონსტიტუციო კონვენციაზე უკვე ცხადი იყო, რომ შემდეგი პრეზიდენტი ამერიკის, შემდეგი კი არა, პირველი პრეზიდენტი ამერიკის კონსტიტუციის გარანტი, ახალ მიღებული ამერიკის კონსტიტუციის გარანტი იქნებოდა ჯორჯ ვაშინგტონი. და 1799 წლის 30 აპრილს ჯორჯ ვაშინგტონი გახდა ამერიკის პრეზიდენტი. მისი ვიცე-პრეზიდენტი გახდა ჯონ ადამსი, იმიტომ რომ მან მიიღო შემდეგი ხმების რაოდენობა, მაშინ ესე იყო. ეხლა ერთი მომენტი დაუკვირდით პირველი პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი ქვეყნისა, ჯორჯ ვაშინგტონი და ჯონ ადამსი. არ ვიცი, ალბათ Dream Teams რო ეძახიან დაახლოებით ესე შეიძლება წარმოედგინოთ უკეთეს პოლიტიკოსებს რო წინათრებდით. ამიტომ ამბობენ, ჯორჯ ვაშინგტონი არის დამფუძნებელი მამა, არის ამერიკის კონსტიტუციის ერთ-ერთი შემქმნელი და პირველი პრეზიდენტი. და ამის მერე ცხადი ვაშინგტონმა გამოაცხადა, რომ პირველი ვადის შემდეგ იგი გადადგებოდა და აღარ გააგრძელებოდა პრეზიდენტობას. როგორც ცნობილია პოლიტიკაში, ყველაფერი იცვლება და კიდევ მეორე საპრეზიდენტო ვადაზე წავიდა და 1797 წელს იყო ამერიკის პრეზიდენტი. ცოტა რომ წარმოიდგინოთ, რა არის ამერიკა ამ დროს. ეს არ არის ის უშველებელი ქვეყანა 340 მილიონიანი, როგორც დღეს. ეს ამერიკის ქვეყანა არის ფაქტიურად რამდენიმე შტატი აღმოსავლეთ სანაპიროზე. ეს ზოლად ჩაყვება შტატები დაწყებული ნიუ-იორკიდან დამთავრებული ფლორიდით. ფაქტიურად ფლორიდის აქეთ უფრო სიღრმეში აღარც არიან შესულები. რეალურად ეს არის იმ ქვეყნის, არ ვიცი, ალბათ მეოთხედი, რომელიც დღეს არის ამერიკა. და აიწყო ამერიკის შენებლობა. ამერიკის შენებლობა, რომელიც ჯორჯ ვაშინგტონის პრეზიდენტობის დროს მე შემიძლია ვთქვა, ესე ამბობენ ბევრი ამერიკელებიც, რომ მან ფაქტიურად ჩააქოვა საფუძველი, ჩაუყარა იმას, რაც დღემდე მოდის, თუმცა კი ცდილობენ შერყევას, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერი მოუხერხეს. მაშინ ჩაეყარა საფუძველი checks and balances პოლიტიკას. აი ამ ხელისუფლებათა ურთიერთშემოწმების პრინციპს. ძალიან ბევრი რამე, აი დღეს, როდესაც გადახედავენ ხოლმე ამ ძველ ამერიკის ისტორიას, აი განსაკუთრებით ბოლო წლებში ძალიან ბევრი რამე რამაც გაუბედეს ისიც, რომელიც აქამდე ხელშეუხებელი იყო, მაგალითად ჯორჯ ვაშინგტონის სტატუების შეღებეს და ითხოვდნენ მის პორტრეტების ჩამოხსნას, რადგან იყო მონათმფლობელი. იცით, მე ძალიან წინააღმდეგი ვარ ესე კონტექსტიდან ამოგლეჯილად ადამიანების შეფასების. ჯორჯ ვაშინგტონის ბრალი არ არის, დაიბადა, მაშინ როდესაც დაიბადა და მაშინ ეს სოციალური გარემო იყო. მიუხედავად იმისა, რომ მას მონები ყავდა, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან შეიძლება ბევრი რამე მოსაწონი არ არის, თავის დროისთვის ის აშკარად მოწინავე და პროგრესისკენ მომართული სერიოზული ძალა იყო, რომელმაც დაძრა თავისი ქვეყანა და ფაქტობრივად იმპულსი მიცა იმას, რასაც დღეს ამერიკა წარმოადგენს. ვაშინგტონს ყავდა ერთი მეუღლე, ესეც მარტა დენდრიჯი, ქრივი მოიყვანა ცოლად, საოცარია შეიძლება დღევანდელი გადმოსახედიდან და მაშინდელი შესახებ ჩვენი შთაბეჭდილებიდან,
მაგრამ ძალიან უყვარდა თავისი მეუღლე, თავისი შვილები არ ყავდათ ამ წელს წინა ქორწინებიდან ზდიდა შვილებს, მოუკვდათ ერთი გოგო და ეს ძალიან ისეთი ნიშანდობლივი ფაქტია, ფაქტურად ჯორჯ ვაშინგტონს ჩააგდა ხელებში ეს ბავშვი და 30 დღის განმავლობაში გადადო ყველანაირი ბიზნესი, ყველანაირი საქმიანობა და ათენებდა და აღამებდა თავის მეუღლესთან ერთად, რომ რაღაცნაირად გაიმხნევებინა და გაიმაგრებინა იგი. ძალიან დიდი დამბალანსებელი იყო თვითონ ვაშინგტონი თავისი ხასიათით, ორგანიზატორი რო არაჩვეულებრივი იყო ფაქტია, მაგალითად ის დიდი ომი ჰამილტონისა და ჯეფერსონის ორი უდიდესი მოღვაწის, რომელმაც ლამის გახლეჩა ქვეყანა შუაზე და აი ამის დამბალანსებლად გამოვიდა ვაშინგტონი. ინდიელებთან ურთიერთობა მისი ცნობილი ემისარი ბელადი Red Jacket, როგორც ერქვა, ქართულად როგორ თქვა, ალბათ ისე ეფექტურად არ ჟღერს წითელი მოსასხამი. ალბათ ესე აი ეს ცნობილი ინდიელი ბელადი, რომელიც ცდილობდა რაღაცნაირად მშვიდობიან რელსებზე დაეყენებინა ამერიკის და ინდიელების ურთიერთობა. ანეკდოტები არის, რომ ძალიან უყვარდა ვაშინგტონს ძაღლები, უამრავი ძაღლი ყავდა, სხვადასხვა ჯიშის, სხვადასხვანაირი სპორტული, მონადირე, არასპორტული, როგორც თვითონ ეძახდა. ცნობილი ფაქტია, როდესაც кейპებს აწყობდა ვაშინგტონი, სხვათა შორის, როდესაც დავიწყე აი ამ ვიდეოსთვის მზადება, ვიფიქრე, რომ ნამდვილი ქართველია თქო, ქართული სახელი ქვია და გრძელი ცხვირი აქვს. ეხლაც აი რომ იყურებს ალბათ ზუგს უკნა ფიქრობს ეს ვიღაც დაკარგვია ჩემზე ლაპარაკობს, მაგრამ ბატონო პრეზიდენტო, თქვენი ისტორიის ნაწილი ხართ, დიდი ნაწილი და როგორც საჯარო ფიგურას თქვენი სვალდებულება გააკისრიათ. ქართულობა კიდე იმაში გამოიხატებოდა, რომ ჩემთვის რომ ძალიან კარგი მონადირე იყო ვაშინგტონი. ძალიან უყვარდა ნარდი და ბილიარდი და ძალიან უყვარდა სტუმრიანობა და კეიფი. ძაღლებიდან დავიწყე ეს ისტორია და სტუმრიანობაზე და კეიფზე ყვებოდი ერთ-ერთ ესეთ სტუმრიანობის დროს, როდესაც არაჩვეულებრივი სადილი მოამზადეს, მისმა ერთ-ერთმა ძაღლმა დრო იხელთა და მოიპარა მთავარი კერძი და გააქცუნა მაგიდიდან, რითაც ძალიან დაამწუხრა სტუმრები, თუმცა თვითონ ვაშინგტონი გულიანად იცინოდა და სიმამაცეს უქებდა თურმე თავის ძაღლს. ასევე ერთ-ერთი პირველი იყო ამერიკაში, რომელმაც წამოიწყო ვისკის წარმოება და თუმცა კი თვითონ ქრისტიანი იყო და არ სვამდა, მაინც ბიზნესის მიხედვით ამბობდა, რომ ვისკი ძალიან კარგი და მომგებიანია. ბევრი ქართველის აზრის საპირწონედ უნდა ვთქვა, რომ ჯორჯ ვაშინგტონი იყო მასონი. სერიოზული მასონი, ძალიან სერიოზული რანგის და საქართველოში ბევრს გონია, რომ მასონები ეს არის ყველანაირი არაქრისტიანულის და ყველანაირი ცუდის საფუძველი. პირიქით, მასონებმა ძალიან ბევრი რამე გაუკეთეს მაგალითად ამერიკას და ძალიან ბევრი რამე ააშენეს და ააყოვეს ამერიკაში. აი თუნდაც ის, რომ ჯორჯ ვაშინგტონისნაირი ადამიანები იყვნენ მასონები, ბევრის მთქმელია. დავღალეთ ამ ლაპარაკით, მაგრამ მინდა დავასრულო ჯორჯ ვაშინგტონზე ეს ვიდეო. ამერიკელები ამბობენ, რომ first in war, first in peace, first in his people's hearts. პირველი ომში, პირველი მშვიდობაში, პირველი ამერიკელების გულებში. ეს არის ამერიკის პირველი პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი.